ქართული ლიტერატურა შეიძლება იმხელა არ არის ნამხელაც ფრანგული, ან ინგლისური, ან გერმანული, მაგრამ მას აქვს თავისი ძალიან ლამაზი მუღამები. რა არის მან აი პრინციპულად უცნაურად და არასდროს გაგებული. ანუ აზროვნების პრობლემაა და არაცოდნის. ამ ინფორმაციას რო უკვე აჯამებ, რა მთელი ისტორიაა იქ მოყოლილი, გაიგე? ყველა, ოღონდ ესე იქმნება ხელოვნება, ესე იქმნება ლიტერატურა. თავის სიძეს ეუბნება ესეთ ფრაზას მე არ მჯერა ადამიანის, რომელსაც ამერიკული კოსტუმი აცვია, ამერიკული კალმით წერს და ამერიკას აგინებსო. სვანებს გვაქვს ეგეთი კერძი, ზისხოვრა. მე აი კულტურული შოკი მივიღე ამის მომზადების რეცეპტი სადამ მოგვიცი წაკითხული? უდისიაში. ყველაფრის გადაყრა მოგვიწევს. დაწვა. თუ გვინდა რომ ვიპოვოთ ტექსტები, რომელშიც ევროპული გამოცდილება არ იქნება. ვიღაცამ რომ კრილოვიდან ისწავლოს იგავარაკების წერა, კრილოვმა ლაფონტენისგან ისწავლა, ლაფონტენი ეზოპესთან მივიდა, ანუ მაინც აქ მოდიხარ. ქიმია რო ვისწავლოთ, მარტო ქართველი ქიმიკოსებით ხო მაგარი იქნება? ო არა, არ გამოვა. რატო სწავლობდით ხევისბერ გოჩას? თუ ის ალექსანდრე ყაზბეგის საუკეთესო მოთხრობა არ არის? მე ვიცი პასუხი. იმიტომ რომ ეს თითქმის ერთადერთი ტექსტია, რომელშიც ალექსანდრე ყაზბეგი რუსებს არ აგინებს.